სინანულით უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს მიმართ თქვენი ადმინისტრაცია არ გამოხატავს სათანადო ყურადღებას. თქვენი ადმინისტრაციის ნაცვლად კვლავაც აქტიურობს Deep State, წერს მიხეილ ყაველაშვილი ტრამპისთვის გაგზავნილ წერილში. ყაველაშვილი ეჭვს გამოთქვამს, რამდენად არის ტრამპის პოლიტიკა რეალურად რეგიონში მშვიდობის დამყარებისკენ მიმართული. წერილის ბოლოს ყაველაშვილი იმეც იტოვებს, რომ საქართველოს მიმართ ტრამპის ადმინისტრაციის დამოკიდებულება შეიცვლება. ავღანეთში დამანგრეველ მიწისძვრას ბოლო მონაცემებით 622 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 1500-ზე მეტი. ნანგრევებიდან ადამიანების ამოყვანას მაშველები ამ დრომდე ცდილობენ, თუმცა ჯერ კიდევ ვერ ახერხებენ ზოგიერთ შორეულ დასახლებამდე მიღწევას. 6 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგები ქალაქ ჯალალაბადის მახლობლად დღეს გამთენიისას დაფიქსირდა. რადას ყოფილი თავმჯდომარის ანდრეი პარუბის სავარაუდო მკვლელი დააკავეს. შესწავლილი იყო გარდაცვლილის გადაადგილების გრაფიკი, დასახული იყო მარშრუტი და გაქცევის გეგმაც შემუშავებული იყო, განაცხადა უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა. პარუბი 30 აგვისტოს ლვოვში ქილერმა მოკლა. ევროპული ქვეყნები რუსეთთან ომის დასრულების შემდეგ უკრაინაში ჯარების განლაგების საკმაოდ მკაფიო გეგმებს ამუშავებენ, როგორც უკრაინის უსაფრთხოების ერთ-ერთ გარანტიას. ამის შესახებ ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა. უხიანში ნოზაძის ქუჩაზე თხევადი გაზის ცისტერნას ცეცხლი გაუჩნდა, შემთხვევა გამთენიისას მოხდა. ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია და არავინ დაშავებულა.